როდესაც თხოვ შენ მოსწავლეს რომ უნდა ჩაიცვა ესეთი ძვირადღირებული ფორმა და უნდა იარო ფორმით, მაგ შემთხვევაში შენმე უნდა უზრუნველყო შენი მოსწავლეები. ასე რომ ვფიქრობ ოჯახებს ისედაც ბევრი ხარჯი აქვს ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და სახელმწიფო უნდა გვერდში დაუდგეს მაგ შემთხვევაში. კი. და თუ სწავლის უნდა ეტყობოდეს რომ მოსწავლე კი, რატომაც არა. მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი თანამედროვე მერხით, ჩემთან არის თათული და დღეს ვისაუბრებთ სასკოლო ფორმებზე. ვინაიდან მომავალი წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება, ვფიქრობ აქტუალური თემაა. ამიტომ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხს განვიხილავთ დღეს ამასთან დაკავშირებით. თათული, როგორ ფიქრობ, არის თუ არა ფორმა მართლა იმის საშუალება, რომ ეს განსხვავებები წაიშალოს მოსწავლეებს შორის, თუ ის უბრალოდ თვის გამოხატვის საშუალებას კლავს, ასე ვთქვათ. პირველ რიგში გამარჯობა და მადლობა მოწვევისთვის. ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ ფორმა სოციალურ განსხვავებებს მთლად ვერ აღმოფხვრას, იმიტომ რომ ვფიქრობ, ბავშვები მაინც ყოველთვის იპოვიან იმ გზას, რომ ერთმანეთს რაღაც წუნი უპოვონ. თუნდაც ეს შეიძლება იყოს რაღაც ნივთები, რომ ძვირადღირებული ნივთები, ან თუნდაც რაიმე ბრენდული ფეხსაცმელი, ან თუნდაც ტელეფონი, რომელიც ასეთი აქტუალურია ბავშვებში. კი. პრობლემა მაშინ თუ ტენსაცმელში არ არის შენი აზრით ცნობიერებაშია? ვფიქრობ, რომ ბავშვი სადაც იზრდება, იქიდან უნდა ისწავლოს სხვა ბავშვების მიმართ პატივისცემა და სხვისი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება. არ აქვს მნიშვნელობა შენ რა გაცვია, შესაძლოა რომ შენი ქცევით გამოხატო შენი კარგი თვისებები. არ მეწინააღმდეგები ზოგადად ფორმას, მაგრამ ფორმა მგონია უბრალოდ აი რაღაცა ძალიან დიდ ჭრილობაზე, უბრალოდ რაღაცა სახოვის გადახვევა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს რეალურ პრობლემას არ აღმოფხვრავს. ანუ შედეგს კი აბრძვის, მაგრამ მიზეზს არა, ხო? რეალურად იმისთვის არის ფორმა, რომ დაიმალოს ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა. მე ასე ვფიქრობ. თუმცა არის, ანუ შეიძლება რაღაც კარგი შუალედი დავიჭიროთ ფორმებს შორის რა. მაგალითად, ადამიანს როდესაც უნდა საკუთარი თავის გამოხატვა, ერთადერთი მისი შესაძლებლობა სკოლის სივრცეში არის ფორმა. როდესაც ჩვენ გვიზღუდავენ ამ ყველაფერს, საკუთარ თავთან გვიჩნდება კითხვა რატომ? და ნუ შესაძლოა რომ ეს შუალედ გავაკეთოთ, რომ ყველასთვის მოსარგები იყოს, თუნდაც გოგოსაც ეთოში ჟარვალი, ნუ რაღაც ფერი ჩამოყალიბდეს, რაც ყველასთვის მისაღები იქნება და შემდეგ იმ ფერებში ჩაიცვან, თუნდაც იქნება ჰუდი, ჟაკეტი, სვიტერი თუ რაღაც ნებისმიერ რამ. ანუ შენ ესე იგი ფიქრობ, რომ ანუ ფორმა კი არა, უბრალოდ რაღაც გარკვეული სტილის დასაცმელი იყოს მისაღები, ანუ თორე სახშირად ზოგადად ჩაიცვა. სხვათა შორის, როდესაც მე მოსწავლე ვიყავი ერთი პერიოდით, ცდილობდნენ რომ ეგ სტანდარტი ყოფილიყო, თუმცა რატომღაც არ გაამართლა, იცი? შენი აზრით, მართლა უმჯობესებს თუ არა უნიფორმა აკადემიურ მოსწრებას? მართლა ესეთი ყურადღების გამხანტავია ჩვეულებრივი ტანსაცმელი? წინაზე რომ ესე დავწერეთ, მანდაც ვთქვი და ვახსენე, რომ ტანსაცმელმა ყურადღება შეიძლება გადაიტანოს და მოაკლოს ის დრო, რაც შეიძლება რომ დავუშვათ საგნებს მოახმარო. ვფიქრობ, რომ დილით ის რაღაცა ფიქრი რა ჩავიცვა, გიქრება, როდესაც შენ გაქვს რაღაც ფორმა. და შემდეგ სკოლაშიც უფრო რაღაც აკადემიური გარემო იქმნება. გინდება რომ ანუ თითქოს ვალდებული ხარ რომ იქ რაღაც ფორმით მიხვიდე და უფრო მეტად ორიენტირებული იყო სწავლაზე ვიდრე რა გაცვია. კი, ამაგაში სხვათა შორის გეთანხმები. აი ბევრისგან გამიგია რომ საათებს ხარჯავენ დილით გასამზადებლად იმაზე ფიქრით თუ რა ჩაიცვან. ფორმა ამას ამ პრობლემას აბსოლუტურად წყვეტს, იმიტომ რომ გინდა არ გინდა უნდა ჩაიცვა ის რაც ფორმაა, კი. მაგ კუთხით ძალიან კარგია ფორმა. შემდეგი კითხვაც აი მაგასთან ვქაი, რამდენად ეხმარება მოსწავლეს ფორმა, რომ სკოლისადმი მიკუთვნების შეგრძნება ჰქონდეს? ჩემი აზრით სკოლას ქმნის ბავშვები, მოსწავლეები და მასწავლებლები. როდესაც იქნება რაღაც კონკრეტული დრეს-კოდი სკოლაში, უფრო აკადემიური იქნება ის ყველაფერი. რაღაც გექნება იმის პასუხისმგებლობა, რომ შენ მიდიხარ ისეთ ადგილას, სადაც ვალდებულების გამო კი არ უნდა მიხვიდე, იმის გამო უნდა მიხვიდე, რომ კარიერულად განვითარდე და პროგრესი გქონდეს. კი, ცოდნის მისაღებად. კი, და არა მარტო ცოდნის მისაღებად, სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს და გაიზარდოს. მეგობრული კავშირებები და ურთიერთობა სწავლობს სკოლაში ფაქტობრივად. სოციალური ურთიერთობები ზუსტად სკოლაში ყალიბდება და შემდეგ შეიძლება მთელი ცხოვრებაც გაგრძელდეს ეს ურთიერთობები კი. ეს ფორმები უნდა ატარონ მოსწავლეებმა, ხო? და შენი აზრით უნდა ჰქონდეს თუ არა მოსწავლეებს უფლება რომ მონაწილეობა მიიღონ ფორმის არჩევაში.
ანუ ფიქრობ რომ როდესაც მოსწავლე რაღაცის კეთებას ჩართულია, უფრო მეტად აინტერესებს და უფრო მეტად იღებს მაგ ფაქტს. და როცა შენ აძლევ იმის საშუალებას მოსწავლეებს რომ აირჩიონ საკუთარი ნებასრულით რა უნდათ რომ ჩაიცვათ, ფიქრობ უფრო მარტივად იღებენ ამ ყველაფერს და კარგი არის მათთვის რა. კი, აი სხვათა შორის არ ვიცი, ახლა ვერ ვიტყვი ფაქტის დონეზე ნამდვილად არ ვიცი და ჩატარდა თუ არა რამე გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორი რამე ვთქვა და ვებგვერდი არ ვიცი იყო ესეთი რამე, სადაც აი ვთქვა ხმას მისცემდი, რომელი ფორმა მოგწონს ან რომელი არ მოგწონს. მე მგონი ეს კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, ხო? აი ძალიან კარგი იქნებოდა ჩემი აზრით, მაგალითად რამდენიმე ფორმა, აი როდესაც არჩევანი გაქვს, ხო, ნაკლებად სტრესულად იღებს სიახლეს ჩემი აზრით. კარგი იქნებოდა რომ რამდენიმე ფორმა თქვათ რა იმე ვებგვერდზე განთავსებული იყო და ხმის მიცემის საშუალებით თქვათ მოსწავლეები შესულიყვნენ და მიეცეთ ხმა იმ ფორმისთვის რომელიც მოეწონებოდათ ჩემი აზრით. ან თუნდაც რაღაც სახალხო რეფერენდუმის სახით გაეკეთებინათ გამოკითხვა, ან თუნდაც თვითონ სკოლაში გაეკეთებინათ. კარგი იქნებოდა. კი. იმიტომ რომ ეს ცვლილება რადგან მოსწავლეებს ეხება არასწორი მგონია რომ მოსწავლეები საერთოდ გამოირიცხნენ გადაწყვეტილების მიღებიდან, ხო? არასწორი მგონია რომ ის რაც მე მეხება სხვა უნდა გადაწყვეტოს როგორ უნდა გავაკეთოთ. სულ რომ ანუ არტფელიდან მნიშვნელოვნად თუ გინდა რომ ჩემი აზრით რაიმე სახის ცვლილება დანერგო და ეს ხალხში დისკომფორტს არ იწვევდეს, კარგი იქნება თუ მათ აზრს მაინც გაიგებ, ხო? როგორც გინდა ვუყუროთ იმას რომ ფორმა ძალიან კარგია იმ კუთხით რომ თქვათ ხო ყოველდღიურად დროს გიზოგავს ორიენტირებული ხარ, ყოველდღე უნდა ჩაიცვას ბავშვმა ერთი და იგივე და როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე აცვია და თან არც ეკითხები რომ წლების განმავლობაში რა უნდა ეცვას, ძალიან არასწორი მგონია ეს საკითხი. როგორ მოქმედებს ადამიანზე, თუნდაც ბავშვზე, მოსწავლეზე ყოველდღიურად ერთი და იგივე სამოსის დარება. აი ცოტა დამძრგუნველი ხომ არ არის? ვფიქრობ რომ კი, იმიტომ რომ რაღაც ისეთი შეგრძნება გიჩნდება საკუთარ თავთან, თითქოს არ ხარ კომფორტულად იმ საზოგადოებაში, სადაც ხარ 12 წლის განმავლობაში და ვერ ავლენ საკუთარ თავს. თან როგორც წაგან თქვი ფორმა ხომ ერთ-ერთი სწორედ ანსაცმელი, ხო ჩვენი ერთ-ერთი პიროვნული თვისების გამომჟღავნებელია. ნუ რაც გვაცია ზოგადად ესაუბრებს ადამიანს ასეთი ხასიათი თქვა ვართ. და ფორმით ჩვენ ვერ გავიცნობთ ფიზიკურად ადამიანს და ვფიქრობ რომ ძალიან დიდი ხელშემშლელი ფაქტორია. ხო. მithumetes აი განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები ამ პერიოდში იმკვიდრებენ თავს. ანუ გასაგებია რომ ბულინგის აღმოსაფხვრელად არის დასაცმლის გამო ვინც ბულინგდება, მაგრამ მოსწავლეები მარტო დასაბულინგებლად არ იყენებენ დასაცმელს. ბევრი ამ აი მაგალითად თუ კარგ ხასიათია ფერად დასაცმელს იცვამს, შეიძლება თქვათ, როდესაც თქვათ ნეიტრალურ მდგომარეობაში სულ სხვანაირი რაღაც ჩაიცვას. ან რა ვიცი, გამოპრანჭვის ხასიათზე იყოს, ხო? ახლა მე პირადად არასდროს მიტარებია ფორმა, მაგრამ სიმართლე გითხრა ამის გამო რა ვიცი სწავლაში ხელი არ შემშლია. შეიძლება ხა ცოტა მეტი დრო იხარჯება თქვათ დამზადებაში და რაღაც, მაგრამ რა ვიცი ყოველთვის კარგად ვსწავლობდი ამის გამო რა ვიცი დასაცმელი არ ყოფილა ხელი შემშლელი და სიმართლე გითხრა აი სულ მიგვირს ხოლმე როდესაც ბავშვები ერთმანეთს ჩაცმულობის გამო აი პრობლემად რო არის ეს წამოჭრილი, იმიტომ რომ აი ჩემს კლასში ესეთი რაღაც არ ყოფილა, ანუ ვერ ვიტყვი რომ სხვაგან არ არის ეგეთი რაღაც ჩემი კლასიდან გამომდინარე გეუბნები, რა ვიცი, აი არასდროს არ ყოფილა რომ ვინმე დაებულინგებინათ ჩაცმულობის გამო. აი ჩემი აზრით ცოტა ზედმეტად არის გაზვიადებული ეს პრობლემა, ხო? სხვა რაღაცები უფრო პრობლემაა ჩემი აზრით სკოლებში, ელემენტარული ჰიგიენა, ხო? აი ჩემი მოსწავლეები ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი ხელები ვერ დაგვიბანია საპონი არ არის სკოლაში. წყალი არ არის საბოლოოდ დავეც. ხო. როდესაც მარტო იმიჯის კუთხით, რომ იმიჯი იყოს ლამაზი, ასე ვთქვათ, იმიჯი გაუმჯობესდეს და სკოლის იმიჯი და უირა კარგი მოსწავლეებს როგორი ლამაზად აცვია და ამ დროს ეს ბავშვები ბოდიში და ხელები დაუბანელები არიან, ხო, ტუალეტიდან გამოსულები. ძალიან არასწორი მგონია. არის სხვა პრობლემაა მოსაგვარებელი და მე რეფორმები. ხო, რეალურად ფიქრობენ რომ ფორმების მოგვარებით და ფორმების დანერგვით სკოლაში აღმოფხვიან იმ ყველა პრობლემას და დამალავან იმ ყველაფერს, რაც რეალურად გასაკეთებელია. თუმცა ეს ასე არა, იმიტომ რომ ყველა სკოლაში არის რაღაც შიდა არეულობა და პრობლემა, მაგრამ ერთადერთი მიზანი, რასაც სკოლა ემსახურება, ის არის, რომ შენ მოგცეს სრულფასოვანი განათლება და განათლებასთან ერთად გაგზავნოს როგორც პიროვნება, ჩამოგიყალიბოს ყველა ის თვისება, რაც ადამიანისთვის საჭიროა ცხოვრების საულად და მოგცეს ის ყველაფერი, რაც გჭირდება, რომ დაიმკვიდრო თავის საზოგადოებაში. და მაგ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს ესეთი გარემო, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ თუნდაც
ჰიგიენურად ვიყოთ დაცულები და მოწესრიგებულები. აქ რაღაც ფუფუნების საგნებზე არ არის საუბარი. ჰიგიენა ელემენტარულია და სამწუხაროდ მე მახსოვს რომ არ ვიცი რამდენ სკოლაშიც თქვა შესულ არ მომიწია შესულა და რაღაცა ყველგან არის საშინელი პირობები, საშინელი სუნი, საშინელი ანტისანიტარია, რა ვიცი თუ თქვა შემთხვევით არის რომ იმ წუთას საპირფარეში თუნდაც დალაგებულია დღესაც იმიტომ არის რომ ვიღაცას ელოდებიან, ვიღაც უნდა ჩამოვიდეს და იმ წუთას ალაგებენ, თორემ ყოველდღიურ ცხოვრებაში სასკოლო საპირფარეშოები არ არის არანაირი საშუალება რომ სიზუფთავე და ჰიგიენა დაიცვა. თუმცა ჰიგიენას თვითონ ბავშვებიც აღარ იცავენ უკვე. ფიქრობ რომ სკოლაში ვერ დაბინძურდება საპირფარეშო ისე თუ ყოველდღიურად სისტემატურად დაალაგე. ბავშვები აკეთებენ ისეთ უაზრო ვითომხუმრობებს, რომლებიც მართლა ძალიან სერიოზულ პრობლემებში გადადის და თვითონ ბავშვებში არ არის ცნობიერება იმდენად მაღალი, რომ თვითონ მოაწესრიგონ თავიანთი დასწრება. ან საბოლოო ჯამში მაინც ცნობიერებამდე მივდივარ, ცნობიერების ამაღლებამდე. თუ ცნობიერება ამაღლებული ექნებათ, ამაზე რა ვიცი, ტრენინგები ჩატარდება, ფსიქოლოგთან კონსულტაციები იქნება, სკოლას ასე ვთქვათ, სკოლა ამაზე სერიოზულად იმუშავებს. ფორმა საერთოდ არ იქნება პრობლემა, იმიტომ რომ ბავშვები სულ მიაქცევენ ერთმანეთს ყურადღებას, ვის რა ცვია ჩემი აზრით. სანამ სკოლაში მივა ბავშვი, ძალიან ბევრ ეტაპს გადის, მათ შორის არის ბაღი. ან თუნდაც ოჯახში, როდესაც იბადები და იზრდები, უნდა გასწავლონ ის ყველაფერი, რაც მე სკოლაში არ შეგიქმნის ასე უხერხულ პრობლემებს. სკოლა მე ფაქტები უფრო უნდა გააჯეროს შენში და უფრო უნდა მიგაღებინოს ისეთი ადამიანები და საკუთარ თავი როგორც ხარ. ფიქრობ რომ ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლის მოთამაშე ამ ყველაფერში. რა არის პრობლემა ამ ფორმებთან დაკავშირებით? აი თქვა ფორმებმა გადაჭრეს დასაცმელთან დაკავშირებული ბულინგი, მაგრამ მორჩა ბავშვი სკოლას დაამთავრა და გავიდა საზოგადოებაში, სადაც ხალხს ფორმები არ აცვიათ, ხო? ან თუნდაც სკოლის გარეთ, თუნდაც ხო? ანუ საბოლოო ჯამში მაინც იმ პრობლემამდე მივდივართ, რომ ბავშვი თუ არ არის თუნდაც შეგუებული, ან არ აქვს ის უნარი, როგორ გაუმკლავდეს, თუნდაც შემდეგ იმ ბულინგს, ხო? იდეალურ გარემოში არავის არ უწევს ცხოვრება. ვერ მოხდეს ადაპტაცია სხვა ხალხებში. აი თუნდაც ადრე რომ იყო ხოლმე მხოლოდ გოგონების და მხოლოდ ბიჭების სკოლები. მე ყოველთვის ეწინააღმდეგებოდი ასეთ სიტუაციას, იმიტომ რომ ხშირად იმიტომ იყო ეს რომ თქვა გოგონები ბიჭებს არ დაეჩაგრათ, ან რა ვიცი, სხვადასხვა გენდერული პრობლემა აღმოეფხვრათ, თუმცა შემდეგ ხდებოდა ხოლმე ესეთი რაღაც, რომ როდესაც სკოლას ამთავრებდნენ, რა ვიცი, თითქოს სხვა პლანეტიდან იყვნენ, ისინი იმდენად იყვნენ გაუცხოებული ერთმანეთს და საზოგადოებაში ერთმანეთთან ინტეგრაცია უჭირდათ, ხო? ხო, ამიტომ რა ვიცი, რა თქმა უნდა, კანონია ეს ფორმების შემოვიდა რაღაც, მაგრამ მაინც ფიქრობ რომ უფრო დაიჭიროს შუალედი აუცილებელია. ისე როგორ ფიქრობ თათული ფორმა ხარჯებს მშობლებს გაუზრდის თუ შეამცირებს? ალბათ შუაში, იმიტომ რომ ყოველდღიურადაც ყოველდღიურად ვერ იტყვის საჭიროა ახალი ნაწმის ყიდვა, თუმცა ფორმა უფრო ძვირ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, იმიტომ რომ ერთი ფორმით ვერიული ფიზიკურად შენ დაგჭირდება რამდენიმე ფორმა, რამდენიმე ერთნაირი ტანსაცმელი იმისათვის, რომ გაუძლო და გადაიტანო ყველა სეზონი. შესაბამისად რაღაც ფინანსურ პრობლემთან იქნება დაკავშირებული და ამ ფორმას ესე უბრალოდ მაღაზიებში ვერ იყიდი. ხო, უნდა მიხვიდე, უნდა შეიკერო, რაც ძალიან დიდ ფინანსებთან არის კავშირში და ჩვეულებრივ ტანსაცმელზე როცა დგება საუბარი, ჩვენ შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ, მეორეული ტანსაცმელი ვიყიდო ძალიან იაფად და ის გამოვიყენოთ. თუმცა რა ვიცი. თუნდაც ეს მეორეული ტანსაცმელი ახლა ზოგჯერ იმდენად დაბალ ფასშია და საერთოდ ვერ გაიგებ მაგალითად რომ მეორეული ტანსაცმელია, ანუ რა ვიცი, როგორც ვიცი, სკოლის სასკოლო ფორმა 100 ლარი ჭდება. ერთი წვილი ასე ვთქვათ, მაგრამ რა ვიცი 100 ლარად მეორადებში შეგიძლია გაცილებით მეტი ტანსაცმელი იყიდო, ვიდრე ეს ერთი ფორმა, რომელიც უნდა გეცვას 2 დღე მაქსიმუმ. და პლუს ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანუ სკოლის გარეთ მაინც ყიდულობენ ბავშვებისთვის მშობლები ტანსაცმელს, ან მაინც გიწევს, მაინც ორმაგი ხარჯია ჩემი აზრით. იცი როგორ ფიქრობ, აი რა კი სახელმწიფოს შემოაქვს ეს კანონი. სახელმწიფომა უნდა უზრუნველყოს ყველა მოსწავლე. ფონიდან განათლება ფუნდამენტურია, მაშინ საგანმანათლებლო სივრცეში, როდესაც თხოვ შენ მოსწავლეს, რომ უნდა ჩაიცვა ესეთი ძვირადღირებული ფორმა და უნდა იარო ფორმით, მაგ შემთხვევაში შენვე უნდა უზრუნველყოს შენი მოსწავლეები. ასე რომ ვფიქრობ,
ოჯახებს ისედაც ბევრი ხარჯი აქვს ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და სახელმწიფო უნდა გვერდში დაუდგეს მაგ შემთხვევაში. კი. ამ ფორმების ინიციატორი რომ ხალხი ყოფილიყო, მაშინ ხალხს მოუწევდა ფორმებს ზრუნვა, მაგრამ როდესაც სახელმწიფო აკანონებს რომ ფორმა უნდა ეცვას მოსწავლეს, მაშინ ფორმის ზრუნველყოფა სწორედ რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს. ხოთ შემოვიდა უკვე ეს ფორმები. კარგი იქნებოდა თუ არა რომ ასე ვთქვათ რაღაც casual friday, ასე ვთქვათ თავისუფალი ჩაცმის დღე ყოფილიყო, ან friday, ან ნებისმიერი დღე, ვთქვათ კვირაში, რომ ერთი დღე მაინც ქონოდათ ბავშვებს იმის საშუალება, რომ თავის გემოზე ჩაეცვათ. ვფიქრობ რომ ეგეც კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ჩვენთან დაინერგებოდა ეს ფორმების ტარება უშუალოდ სკოლაში, თუმცა არ ვიცი რამდენად დაემორჩილება კანონს ეგ ყველაფერი. ვფიქრობ რომ ძალიან ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა ამ ფორმების შემოტანის და საბოლოოდ ისე მოხდა რომ არავინ არ მიიღო რომ კაცრად გაკონტროლდება ის ერთი დღე რომ გამონაკლისი დაუშვან, მაშინ ძალიან კარგი იქნება. ვფიქრობ იმ ერთ დღეს მაინც გექნება იმის საშუალება რომ გამოხატო შენი თავი. და ცოტა ესე ვთქვათ მოწყენილობა იქნება ესეთი ხო? ცოტა მოიშვა. ხო, ცოტა შემოჭრილი რაღაც. ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურებშიც კი ბევრ ქვეყანაში არის ეს casual friday, სადაც ესე ვთქვათ მომუშავეებს აქვთ იმის საშუალება შესაფერისიდან საცმელი ჩაითვალან, რა თქმა უნდა, ოღონდ თავისი გემოვნებით. ანუ ეგ casual friday-ც უნდა იყოს ცოტა ესე ნორმის ფარგლებში. ხო, ძალიან გამომწვევად არ უნდა ჩავიცოთ მაგ დღეს და ისე არ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი თავი რომ სხვებისთვის არ იყოს მისაღები. ვფიქრობ რომ რაღაც ნორმები შეიძლება. რა თქმა უნდა dress code იყოს თქვათ, მაგრამ სურვილიდან გამომდინარე, თუნდაც ფერი შეარჩიოთ თვითონ და ასე შემდეგ, ხო? თათული როგორ ფიქრობ, აი უნდა გავრცელდეს თუ არა ეს ფორმები მასწავლებლებსაც, იმიტომ ისინი სკოლაში არიან. ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანი იქნება, რომ ფორმები მასწავლებლებმა ჩაიცვან. ზოგადად, ჩემ მაგალითს მოვიყვან, მე როცა პატარა ვიყავი, ყოველთვის მომწონდა მასწავლებელი, როგორც იქცეოდა, როგორც ესვა და მე ვცდილობდი, რომ იმებაძა ხოლმე. და ზუსტად, ანუ პირველი კარგი ამბის, ან რაიმე კარგი ინიციატივის გამავრცელებლები უნდა იყვნენ მასწავლებლები. ჩვენ მასწავლებლებიდან დავიღოთ მაგალითი და შესაბამისად ვფიქრობ, რომ მასწავლებელთანაც უნდა იყოს რაღაც კონკრეტულად რაღაც პატარა dress code, ну, ანალოგიური შესაძლებელია რომ ვერ მოხდეს, თუმცა თუნდაც ერთ ფერში რომ ვიყოთ, უფრო მეტად კარგი სივრცე შეიქმნება და უფრო მეტად სამართლიანობა შეუწყობს ჩემი აზრით ხელს, იმიტომ რომ მოსწავლეს აღარ გაუჩნდება იმის პროტესტი, რომ მეც უმაცვი მაშინ მასწავლებელსაც ეცვას, იმიტომ რომ სკოლა, ანუ თუ სკოლა და მემავალდებულებს, მაშინ მასწავლებელსაც დაავალდებულოს. აი თქვათ, თუ ბავშვს არ შეიძლება ელემენტარული ჯინსის შარულით მივიდეს სკოლაში, მაშინ მასწავლებელს რატომ აქვს უფლება რომ ჯინსის შარულით მივიდეს, ხო? ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ ეს მოხდება, რომ მასწავლებელსაც და მოსწავლესაც ძმელად ერთმანეთად. ხო, რაღაც dress code, ანუ როგორც ვიცი, რაღაც dress code არის, მაგრამ მასწავლებლებისთვის, მაგრამ ჩემი აზრით არც არავინ არ თვალისწინებს. ჩემი აზრით, მასწავლებელს ვერ იცნობა რომ მასწავლებელია, ჩვეულებრივად ვცვია. და თუ მოსწავლეს უნდა ეტყობოდეს რომ მოსწავლე მასწავლებელს კი, რატომაც არა, რაღაც განსხვავებული ნიშანი თვისება მაინც იყოს. შესაძლებელია თუ არა არსებობდეს რაიმე ოქროს შუალედი, რის საშუალებითაც მოსწავლეც არ დაკარგავს თავის იდენტობას და ამავდროულად სკოლისთვის შესაფერისიც იქნება. ბოლო კითხვა მაქვს ეს. როგორც უკვე თქვით, საღან ოქროს შუალედი ალბათ ის იქნებოდა რომ მოსწავლესთვის მიგვეცა თავისუფლება იმის რომ აირჩიათ საკუთარი სტილი. ანუ შესაძლებელია რომ ჩვენ დავუწესოთ მოსწავლეების ფორმის ფერი, თუმცა შესაძლოა რომ მივცეთ ნება ჩაიცვას იმ ფერში გადაწყვეტილი შარვალი, კაბა თუნდაც ან რა ვიცი რაც თვითონ სურს, ზუსტად ფორმის შესაბამისი. ან თუნდაც რამდენიმე ფერი იყოს, თქვა. აი ეგ იქნებოდა ოქროს შუალედი, უფრო რომ მოსწავლეს კომფორტულად იქნებოდა და შენც არ შეზღუდავდი რომ აი უეჭველი კაბა უნდა გაცვას. ხო, ან ხარჯი არ გაიზრდებოდა ჩემი აზრით კი, იმიტომ რომ სახში მაინც ექნებოდათ რაღაც მსგავსი. უღრმესი მადლობა რომ ესეთი უკარგესი რესპონდენტი იყავი ჩემი. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, ძალიან გულწრფელი იყავი და მომწონს ასევე ძალიან თავისუფლად რომ აზროვნებ. კი, მადლობა თქვენ. ხო. ასეთი იყო დღევანდელი პოდკასტი. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.